მოგესალმებით. ეს არის ჩემი YouTube არხის პირველი ვიდეო. პირველ ვიდეოზე ბევრი არ მიფიქრია და ის იქნება კინემატოგრაფიის ლეგენდაზე Warner Brothers-ზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ Netflix-მა იყიდა თითქმის $100 მილიარდ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები. მომავალში სხვადასხვა თემების გარშემო სხვადასხვა საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. თემები იქნება სპორტი, პოლიტიკა, ლიტერატურა, კინო, მუსიკა და ძირითადად აი ამ თემების გარშემო ვიტრიალებთ ჩვენ. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას Warner Brothers. წლის დეკემბერში უდიდესი ისტორია დასრულდა. რადგან Netflix-მა კომპანიამ, რომელიც ერთდროს დივიდებს ფოსტით აგზავნიდა, იყიდა ჰოლივუდის ერთ-ერთი უკანასკნელი გიგანტი Warner Brothers-ი. რას კარგავთ თუ არ კარგავთ სინამდვილეში. მე არ შემოგთავაზებთ კლასიკურ და ბანალურ ტოპათს. ეს ვიდეო იქნება რექვიემი ლეგენდაზე, 10 საკულტო ფილმით მოთხრობილი, რომელიც მთელი ეპოქის მანძილზე Warner Brothers-მა შექმნა. ყველაფერი 1927 წლის რევოლუციით იწყება, როდესაც კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო. Warner-ის 4 ძმამ, გარისკა და ხმოვანი ჯაზის მომღერალი გამოუშვა. ეს არ იყო უბრალოდ ფილმი. კარგად რომ წარმოიდგინოთ, ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი, სადაც ადამიანი ალაპარაკდა. იქამდე მსგავსი რამე არასდროს არ მომხდარა. Warner-მა კინოს ხმა მისცა და თამაშის წესების სამუდამოდ შეცვალა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უნდა იყო წინ კონკურენტებზე. მეორე მსოფლიო ომის ყველაზე შავდნელ ეპოქაში Warner Brothers-მა შექმნა ფილმი, რომელიც იმ პერიოდის ნამდვილ შთამაგონებელ და იმედის წყაროდ იქცა. კასაბლანკა მხოლოდ რომანტიკული ფილმი არ არის. ეს არის ფილმი მორალურ არჩევანზე, პროპაგანდაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება იბრძოდეს ხელოვნება ტირანიისა და ბოროტების წინააღმდეგ. ამ ფილმით სტუდიამ დაამტკიცა, რომ კინო კულტურაზე მეტია და ის ნამდვილ იარაღად შეიძლება იქცეს. 70-იანებში, როდესაც ჰოლივუდი მაინც უფრო უსაფრთხო თემებს ეძებდა, Warner Brothers-მა ისევ გარისკა. სტენლი კუბრიკის მექანიკური ფორთოხალი იმდენად პროვოკაციული იყო, რომ ის ბევრ ქვეყანაში აიკრძალა კიდეც. ფილმის მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რა უფრო საშიშია, კრიმინალი თუ სახელმწიფო, რომელიც ადამიანის თავისუფლებას და თავისუფალებას სპობს? მოკლედ, Warner Brothers-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კინო კომფორტის ზონა არ არის და პროვოკაციები საჭიროა. ჩვენთვის კარგად ცნობილი Marvel-ის კინოსამყარო სანამ იარსებებდა, იქამდე იყო Superman-ი. Warner Brothers-მა მსოფლიოს დააჯერა, რომ ადამიანს ფრენა შეეძლო. ეს იყო ფილმი, რომელმაც კომიქსის ეკრანიზაცია საბავშვო ჟანრიდან მსოფლიო ფენომენამდე აიყვანა და სათავე დაუდო ბლოკბასტერების ოქროს ხანას. ჩემი ფავორიტი მარტინ სკორსეზეს დიდებული ბიჭები. ეს სტუდიისთვის ნამდვილად იყო ფესვებთან დაბრუნება, რადგან ისინი 30-იან წლებში განგსტერული ფილმებით იყვნენ ცნობილი, მაგრამ მარტინ სკორსეზემ დიდებული ბიჭებით აი ეს ჟანრი განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანა. ეს არ არის ფილმი კეთილ ან ბოროტ პერსონაჟებზე. ეს არის კინო, რომელიც გადმოგვცემს მაფიის მიმზიდველობას, ენერგიას და გარდაუვალ კრახს. 1999 წელს, ახალი 1000 წლეულის დადგომამდე Warner Brothers-მა გვაჩუქა მატრიცა. ეს არ არის უბრალოდ ექშენი. ეს არის ნამდვილი ფილოსოფიური ტრაქტატი რეალობაზე, ტექნოლოგიებზე და არჩევანზე. შეფუთული რევოლუციურ სპეცეფექტებში. მატრიცა ნამდვილად შეცვალა ადამიანების წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს კინო. ჰარი პოტერი. ეს Warner Brothers-ის ნამდვილი გენიალური სვლა. ძალიან კარგი საბავშვო წიგნი აიღეს და ის აქციეს მილიარდობით დოლარის ღირებულების კინოიმპერიად. 8 ფილმის მანძილზე ჩვენ პერსონაჟებთან ერთად გავიზარდეთ. Warner Brothers-მა ნამდვილად შექმნა ფრენჩაიზი, რომელიც ერთი თაობის განსაზღვრელი გახდა. კრისტოფერ ნოლანის ბნელი რაინდი, ეს არის მომენტი, როდესაც კომიქსის ეკრანიზაციამ ოსკარი აიღო არა ტექნიკურ, არამედ სამსახიობო დარგში. ეს ნამდვილად არის კრიმინალური თრილერი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
ზოგადად გმირობის იდეას. Warner Brothers-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერგმირული კინო ნამდვილად შეიძლება იყოს ღრმა და ტრაგიკული. ვინ იფიქრებდა, რომ კინო სათამაშო თოჯინაზე იქნებოდა სტუდიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ბარბი ნამდვილად არის მარკეტინგული გენიის, ფემინისტური მესიჯის და ნოსტალგიის კოქტეილი. ეს არის Warner Brothers-ის განსაკუთრებული უნარი, როდესაც მას შეუძლია იგრძნოს პულსი და თითქმის არაფრისგან კულტურული მოვლენა შექმნას. დაბოლოს დენი ვილნევის დიუნი. იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა სტრიმინგ სერვისზე გადავიდა, Warner Brothers-მა შექმნა დიუნი, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ. ეს ნამდვილად არის გაბედული და მასშტაბური სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს არის კინო, როგორც სანახაობის ერთ-ერთი უკანასკნელი და გრანდიოზული ზეიმი. სანამ სტუდია იმ კომპანიამ არ იყიდა, რომელიც დიდი ეკრანის მთავარი მტერია. ეს 10 ფილმი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ მემკვიდრეობის, რომელიც Warner Brothers-მა შექმნა. ეს იყო სტუდია, რომელიც არასდროს უშინდებოდა რისკებს, ჰქმნიდა ტრენდებს და სჯეროდა კინოს მაგიის. ახლა კი ისტორია და მომავალი Netflix-ის ხელშია. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მეტ კონტენტს, მეტ სერიალს, მაგრამ ნაკლებ რისკს და ნაკლებ მაგიას. Warner Brothers, როგორც აქამდე ვიცნობდით, ისეთი მომავალში აღარასოდეს აღარ იქნება. მაგრამ კინო, რომელიც მათ შექმნეს, უკვდავია. და სანამ კასაბლანკას ვუყურებთ, ეს ისტორიაც უკვდავი და მაგიურია. ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო. მადლობა, ვინც ბოლომდე მიყურეთ. გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ შემდეგ უფრო საინტერესო ვიდეოებს. მადლობა.